გავიგონით აფეთქების ხო შემოვიდეთ შიგნით აქ ცეცხლი კიდია აქ ბავშვის საწოლია და აქ ნაბოჭლები ჩამოვარდა მეზობლების დახმარებით ავედით სხვენში ჩავაკრით იქა და ჭურვილები ამოვიგეთ რაც აკეთებიდანაა დარჩენილი ახ გახვრეტილია კრიშა აგერ ცოტა რაღაც კოჭი რამეა დამწვარი ეს აგერ საძინებელია დაზიანებული კიდე კაი ბავშვის სიმამრთან დარჩენილი სტუმრები იყვნენ და ხანი რჩება ხანაკა და თორე ბავშვის საწოლია ახლა საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა და თვითონ იყვნენ დელტიდან ჩამოსულები და ყველაფერს ავანაზღაურებთ 1000-ში ერთით შეიძლება ბრაკი გამოვიდეს ერთი ცალია და ესეც გამოვიდა სახში ვიწექით ტელევიზორს უყურებდით მაგ დროს რაღაცა უცნაური ხმა გავიგეთ თორე ახთი ჩემ ტელევიზორი გამოვთით და ფანჯერაში რო შევხედე უკვე ხმაური იყო მეზობელში და რო შემოვარდით უკვე სახლი ეწვებოდა ცეცხლიანთო და როგორც იყო მეზობლებმა ვედრო წყალი ავიტანეთ და ჩავაქრეთ შიში მაინც არსებობს ადამიანში შეიძლება სხვას მოხდეს პირადად აქ კი არა სხვას განმეორდეს იგივე რამ გამოიწვია ეს რომ ჭური დაეცა ერთ-ერთი ადგილობრივი სახლს და არ ვიცი იცით თუ არა მაგრამ ადგილობრივები არიან შეშინებულები რომ შესაძლებელია ეს სხვა დროსაც განმეორდეს და ამან მსხვერპლი გამოიწვიოს. მოხდა ასეთი ფაქტი ჩვენგან დამოუკიდებელი და ადამიანური ფაქტორიდან სრულიად დამოუკიდებელი მიზეზების გამო რომ ეს რაკეტამ ტრაექტორია შეიცვალა. ეხლა ეს ექსპერტიზის შედეგად დადგინება უკვე რატო შეიცვალა ტრაექტორია რაკეტამ. და მოხდა ისე რომ დაეცა ამ სახლს და ჩავარდა სახლში და შემდეგ უკვე სახლში ჩავარდნის შემდეგ რაკეტამ განიცადა თვითი ლიკვიდაცია. ანუ რაკეტის კორპუსში ჩაყენებული ორი ცალის პატარა მცირე ზომის თვითი ლიკვიდატორი აფეთქდა და რაკეტა გაიყო სამ ნაწილად. და სხვა დროს ასეთი ფაქტები რომ აღარ მოხდეს, ანუ რა ამ სეზონის განმავლობაში დაახლოებით 1000 ათეულზე მეტი რაკეტა იქნა გასული დელტას მიერ და ეს არის პირველი შემთხვევა რომ რაკეტამ ასეთი მტყუნება მოგცა. ხომ რა რისკებს რით ამცირებთ? ხომ მაგას გეკითხებთ? ხომ შეიძლება კიდევ მოხდეს და ვერ გაიგოთ რომ ეს რაკეტა შეიძლება იყოს დაზიანებული? რა თქმა უნდა, არასოდეს ეს არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ეს არის რაკეტა,